გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და მინდა შემოგთავაზოთ ერთ პატარა გაშლა თუ რას მოიტანს თქვენ ცხოვრებაში ახალ მთვარეობა. და მანამ სანამ გაშლას დავიწყდე, მინდა გითხრათ, რომ წინა ჩაწერილი ვიდეოებზე აქვს ძალიან ბევრი ნახვა, მაგრამ ლაიქი, სამწუხაროდ ლაიქი არა. მინდა მოგახსენოთ ისიც, რომ ტარო ეს არის დასტა, რომელსაც აქვს დადებითი მხარე და უარყოფითი მხარე. ანუ ის განიხილავს უარყოფითს და განიხილავს დადებითს. ხოლო ბევრი ტაროლოგი ამ ტაროს გადმოცემს თქვენთან თავის ცუდით და თავის დადებითი ენერგიებით. რა თქმა უნდა, ყველა ტაროლოგი არა, მაგრამ ძალიან ბევრი. მე ვარ ტაროლოგი, რომელიც ცუდ უარყოფით მხარეს იღებს დევნის უკან და თქვენთან გზავნის დადებითს. იმ დადებითს, რასაც გადმოცემს ტარო. და მინდა გითხრათ, რომ სირცხვილი თქვენი ხალხო. თუ კი თქვენ ხვდებით, რომ ეს გაშლა რეზონირდება თქვენზე, ერთი ლაიქი, მხოლოდ ერთი ლაიქი, არაფერი არ არის. თუნდაც გაზიარება, რომ მეტმა ხალხმა ნახოს. სამყაროში არის მიღება-გაცემის კანონი. მე თქვენ გადმოგეცით ეს დადებითი ენერგიები, დადებითად დამუხტული ენერგიები წამოვიდა თქვენთან და ცუდი გაუშვი უკან. და თქვენ იმის სანაცვლოდ, რომ ეს ყველაფერი მიიღოთ ერთი ლაიქი, ხალხო, არაფერი არ არის, არ მოგწყდებათ თითი ლაიქზე თითის დაჭერისას, თითი არ მოგწყდებათ. თუ თვლით თქვენ, რომ ეს არის თქვენი გაშლა, თქვენი ვერსია და თუ თვლით, რომ ეს არ არის თქვენი ვერსია და არ რეზონირდება თქვენთან, მაშინ არ უყუროთ, მეგობრებო. ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ გაშლა ორ ვარიანტზე. ორივე დასტა იქნება რაიდერის, მხოლოდ დიზაინში იქნება განსხვავება. პირველი დასტა იქნება ასეთი ლურჯი ფერის, ხოლო მეორე დასტა იქნება ასეთი მთელი ოქროსფერი დასტა. ეს არის ჩემი პირველი დასტა, რომელთაც დავიწყეს სწავლა. ორივე რაიდერია, ორივე ერთი და იგივე მოცემულობისა, უბრალოდ გარედან დიზაინშია განსხვავება და ამ დიზაინის მეშვეობით შეგიძლიათ აირჩიოთ დასტა, რომელი დასტაც უფრო მიგიზიდავთ, რომელი ფერიც. შესაძლებელია ზუსტად ის იყოს თქვენი ვარიანტი და იქ იმალებოდეს თქვენთვის საჭირო ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში შეგიძლიათ მოусმინოთ ორივე ვერსიას და თქვენ თვითონ მივხვდებით, რომელია თქვენთან შესაბამისი ინფორმაცია და რომელი რეზონირდება თქვენთან. ასევე თქვენ შეგიძლიათ, თუ რამე კითხვაზე პასუხი გაქვთ, თქვენ შეგიძლიათ აქ მოძებნოთ ამ კითხვაზე პასუხი. იმედია ორივე დასტა კარგად ჩანს. პირველი, მეორე. მე კი ვიწყებ მათვის, ვინც აირჩია პირველი დასტა, ასეთი ლურჯი ფერის დასტა. ეს იქნება პირველი ვარიანტი და ამ დასტით შევეცდები ნახოთ თქვენთვის, თუ რას მოიტანს თქვენ ცხოვრებაში, რა სასიკეთოს მოიტანს თქვენთვის, თქვენ ცხოვრებაში ახალ მთვარეობა. შესაძლოა დავიწყოთ ასე. და მინდა გითხრათ, მეგობრებო, თქვენ ცხოვრებაში შემოდის ძალიან დიდი რაოდენობით ფინანსები. ეს არის ისეთი არკანი, რომელიც ახლა ამოვიდა. ეს არ მიუთითებს მხოლოდ მარტო ფინანსებს. ეს მიუნიშნავს ფინანსურ სტაბილურობას, ფინანსურ ზრდას, რომელსაც თქვენ თვითონვე იგრძნობთ ცოტა ხანში
თუ როგორ იწერს მაღლა და მაღლა თქვენი ფინანსები. თუ ეხლა თქვენ ხართ უმუშევარი, ეს არკანი ნიშნავს იმას, რომ თქვენ მალე იშოვით სამსახურს და თქვენ ამ სამსახურიდან შემოგივათ ფინანსები იმაზე მეტი, ვიდრე თქვენ ელოდებით. ეს იქნება თქვენთვის ძალიან მომგებიანი სამსახური. მეორე, თუ ვინმეს ჰქონდა დავა სასამართლო მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, ეს არკანი მიუთითებს იმას, რომ თქვენ აუცილებლად მოიგებთ ამ დავას და თქვენთან შემოვა მემკვიდრეობითი ის ყოველივე, რასაც ელოდებით. ახლა ყველასთან ერთნაირად არ იქნება, ზოგი მემკვიდრეობით შეიძლება ელოდებოდეს სხვა რაღაცას, ზოგი სხვას და ზოგი სხვას. ზოგი შეიძლება მემკვიდრეობასთან კავშირში არ იყოს, უბრალოდ რაღაც სასამართლო პროცესი იყოს, თქვენ ყველა ვარიანტში იქნებით მოგებული. თუ ოჯახში ამ დროისათვის მდგრადი სტაბილური მდგომარეობა ფინანსების მხრივ, მაშინ მინდა გითხრათ, რომ ეს არკანი მიუთითებს იმას, რომ თქვენს ოჯახში კიდევ და კიდევ უფრო მეტი მდგრადობა და უფრო მეტი დოლვათი და ბარაკა შემოვა ფინანსების მხრივ. და ეს იქნება იმაზე მეტი სწრაფად, ვიდრე თქვენ ელოდებით. შეიძლება თქვენ ეხლა ზუსტად ამ დროს, როდესაც ამ ვიდეოს ისმენთ, ელოდებით რაღაცა ფინანსებს, მაგრამ არ ელოდებით ასე მალე. და მინდა გითხრათ, ეს ფინანსები, ეს წინსვლა, ეს ყოველივე საუკეთესო თქვენ ცხოვრებაში შემოვა იმაზე მეტი მალე, ვიდრე თქვენ ელოდებით. აქ მოხდება რაღაც ისეთი, რაც დააჩქარებს პროცესს წინსვლისთვის. თქვენ შესაძლებელია ახლა იმყოფებით სტრესში ამ ყველაფერზე, მაგრამ ეს სტრესი გაივლის ძალიან მალე და მინდა გითხრათ, რომ ახლანდელი ეს თქვენი სტრესი არის უსაფუძვლო. და იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ფინანსები დაკარგა ახლა ამ მომენტში, ან ფინანსების დაკარგვის შიში აქვთ, მაშინ განვიხილავ ამ ვერსიასაც. შესაძლებელია ვინმე ახლა დაკარგა ფინანსები, ან ფიქრობს რაღაც ისეთი ნაბიჯი გადადგა, რაც მოუტანს ფინანსების დაკარგვას. და მინდა მეგობრებო, არავითარ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ სტრესის მიზეზი. თქვენ ხართ ყველანაირი გადადგმული ნაბიჯის შემთხვევაში გამარჯვებული. მაგრამ ეს არ ნიშნავს ახლა იმას, რომ ჩემი ნათქვამის შესაბამისად თქვენ ახლა გადადგათ რამე დაუკვირვებელი ნაბიჯი. არა, მე რაზედაც ვლაპარაკობ, ამაზე უკვე გადადგმულია ნაბიჯი, უკვე გადადგმული გაქვთ ნაბიჯი და თქვენ ის გადადგმული ნაბიჯი, რაზედაც გადადგით ნაბიჯი, მოგიტანთ წინსვლას, გამარჯვებას, დოლვას, ბარაკას. და ეს მოხდება იმაზე მალე, ვიდრე თქვენ ელოდებით. მე კი ამით დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტის ამომრჩევლებს და გადავალ მეორე ვარიანტთან. მეორე ვარიანტთან ვინც აირჩია ასეთი ყვითელი ფერის დასტა. ეს არის ჩემი ძალიან საყვარელი დასტა ოქროსფერ ფერებში. თუმცა ყველა დასტა ჩემთვის საყვარელია და ძალიან მიყვარს, ძალიან მიზიდა და სწორედ ეს იყო მიზეზი დამეწყო ტაროს შესწავლა. და დავიწყებ მათთვის, ვინც აირჩია მეორე ვარიანტი. რა შემოდის მათ ცხოვრებაში? მეგობრებო, აქ რასაც კარტი მიჩვენებს, შესაძლებელია დიდი ალბათობით თქვენ ცხოვრებაში იყო ტყუილი გულისკენა, იმედგაცრუება, ვიღაცამ გაგაცრუათ, ვიღაცამ გული გატკინოთ, ვიღაცამ ჩვენებურად რომ თქვა გადაგაგდოთ და ეს ყველაფერი შესაძლებელია ეხებოდა ფინანსებს, შესაძლებელია ეხებოდა ურთიერთობას, ვიღაცამ მოგატყუათ, ვიღაცამ გაგაცურათ. ფინანსების მხრივ შესაძლებელია, უფრო მეტად ფინანსებს მიუთითებს, მაგრამ ცოტა რაღაც პროცენტის სიყვარულის თემასთანაც დაკავშირდება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდება, ეს ყველაფერი დასტაბილურდება, თქვენ ცხოვრებაში შემოვა ის ადამიანი, ვინც აღარ გაგაცურეთ, ვინც აღარ გატკენთ გულს და
თქვენ ცხოვრებაში გამოანათეს მზე და გადავა ღრუბლები და თქვენ ცხოვრებაში წამოვა მზე და ეს ყველაფერი მოხდება ვიღაცის დახმარებით. შეიძლება ეს იყოს ადამიანი პარტნიორულ ურთიერთობაში მყოფი, შესაძლებელია ეს იყოს ადამიანი, მეგობარი, რომელთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა გექნებათ და ერთმანეთს ავსებთ. თქვენ შორის ფიქსირდება მიცემგაცემის ფაქტორი. ერთმანეთს ანაზღაურებ ჩვენებურად, მე კიდევ დავამატებ კარტებს და რას მოგიტანთ ახალ მთვარეობა და ალბათ გაიგეთ კარგად, რომ მას ვისაც გული გატკინეს ტყუილით თქვენ ცხოვრებაში გამოანათებს მზე და კიდევ რა შემოვა თქვენ ცხოვრებაში. ძალიან ბევრს ფიქრობთ მეგობრებო, ძალიან ბევრს ფიქრობთ, გულნატკენი ხართ, მაგრამ მინდა გითხრათ ისიც, რომ გამარჯვებული თქვენი ვიქნებით, ასე რომ ძალიან ბევრს ნუინერვულებს, შესაძლებელია ეს იყო კარმული და ამიტომ მოხდა თქვენ ცხოვრებაში და შესაძლებელია მაღალი ძალები თვლიდნენ, რომ ამ ვერსიაში თქვენ უნდა იყოთ გამარჯვებული, თქვენ უნდა გაიმარჯვოთ და ეს მოხდება აუცილებლად თქვენ იქნებით ამ მდგომარეობის, ამ სიტუაციის გამარჯვებული. თქვენ ელოდებით რაღაც ახალს მეორე ეტაპზე გადასასვლელად, მეორე ეტაპზე ფეხის გადასადგმელად. თითქოს სიტუაცია ამ დროისათვის გაჩერებულია, მაგრამ თქვენ შეძლებთ ამ გაჩერებულს, ვისთანაც გაჩერებულია სიტუაცია, თქვენ შეძლებთ ამ გაჩერებული სიტუაციის მდგომარეობის ამოძრავებას და თქვენივე ინიციატივით, თქვენივე აზროვნებით, თქვენივე მუშაობით, რაც არ უნდა გული გეტკინოთ მეგობრებო და რაც არ უნდა გულნატკენი იყოთ, არკნები გეუბნებათ, რომ არ გაჩერდეთ, არ დანებდეთ, იბრძოლეთ წინ წასვლისთვის და თქვენ იქნებით გამარჯვებული. ის რაც გაჩერდა და ახლა თვლით, რომ თქვენ ცხოვრებაში გაჩერებულია ან ტყუილის სახით, ან რაღაც სხვა მიზეზის გამო ის ამუშავდება თქვენ ცხოვრებაში და ყველაფერი შეიძლება თქვენს სასიკეთილდღეოდ, იმედია თქვენ არ დანებდეთ, იბრძოლეთ და გამარჯვება თქვენია. აქ დიდი ალბათობით უფრო მეტწილად მიჩვენებს იმას, რომ მეგობარმა შეიძლება ადამიანი დააზარალა ადამიანმა და მეტ დიდ რაოდენობაზე ეს მიუთითებს ფინანსებს. შესაძლებელია, როგორც თავიდან გითხარით, ეს შეეხებოდეს სასიყვარულო სფეროსაც, მაგრამ უფრო მეტი რაოდენობით ფინანსებთან არის დაკავშირებული, მაგრამ თქვენ მალე გამარჯვებას იზეიმებთ. ეს არის მეგობრებო ცფიერი მეგობრობისგან გამოწვეული, ან ადამიანისგან გამოწვეული, არასწორი ადამიანისგან, ადამიანი, რომელიც დამოკიდებულია რაღაც არასწორზე, შესაძლებელია ადამიანი ბევრს ოვდეს, შესაძლებელია ადამიანი რაღაც უარყოფითზე იყოს დამოკიდებული, როგორც ნარკოტიკი, ან თამაშობდეს, ანუ ადამიანი არ არის ბუნებასთან და სამყაროსთან სწორად კავშირში და ეს გახდა თქვენი დაზარალების მიზეზი. შესაძლებელია ყოფილიყო ოჯახური ცოლური ურთიერთობა და შესაძლებელია ყოფილიყო მეგობრულიც. თქვენ ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ვიცია ლაპარაკი რაზეა საუბარი და თქვენ უნდა ჩამოიშოროთ ეს პიროვნება, ვინც არის და მე ვფიქრობ, ბევრთანაც უკვე ჩამოშორებულია, წასულია და თქვენს ცხოვრებაში უკვე დაწყელია ის კარგი, ის ახალი, რაც უნდა შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში და ბევრთან შემოვა პიროვნება, ვისთანაც ეს იყო სასიყვარულო სფერო და მიეკუთვნებოდა სასიყვარულო სფეროს, თქვენთან შემოვა პიროვნება გაცილებით უკვეთესი, გაცილებით როგორ გითხრათ, თქვენი შესაფერისი ადამიანი და ძალიან დიდ სხვაობას აღმოაჩენთ ამ ორ ადამიანს შორის. ეს ადამიანი შესაძლებელია უკვე წამოსული იყოს თქვენთან გზაში, ბევრთან შემოვა, მაგრამ ბევრთან შემოსულია მეგობრებო უკვე და შესაძლებელია ბევრი ფიქრობთ, რომ სწორი ნაბიჯი იქნება თუ არა
გადადგმული ამ ადამიანთან ახლო კავშირით და ამ ადამიანთან ურთიერთობით, მაგრამ მე გეტყვით თქვენ რომ ამ ადამიანთან ურთიერთობით, ვინც ახალი შემოსულია თქვენ ურთიერთობაში, ან კიდევ შემოვა, კი, სწორი იქნება გადადგმული ნაბიჯები, სწორი იქნება განვითარება. ეს არის ადამიანს, რომელსაც ძალიან იზიდავთ. ბევრი შემთხვევაში შესაძლებელია აღმოჩნდეს ცეცხლის სტიქია, ვერძი, ლომი ან შვიდოსანი. ბევრის ცხოვრებაში უბრალოდ შესაძლებელია ადამიანი ეს იყოს ისეთი ენერგიებით, რომელიც ძალიან გავს, უბრალოდ ძალიან გავს ცეცხლის სტიქიას. ცეცხლის სტიქია ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სწრაფად განვითარებენ ურთიერთობას, არა მარტო ურთიერთობას, რაც სურთ. რა მიზნებიც აქვთ ჩასახული და რისი გაკეთებაც უნდათ, ძალიან სწრაფად იბრძვიან იმ ყველაფრისთვის და იმ ყველაფრის ასასრულებლად. ისინი არიან ძალიან სწრაფები, მაგრამ ამასთანავე გეტყვით იმას, რომ ცეცხლის სტიქიას უნდა ძალიან მოფრთხილება, რომ თქვენიდან მიიღოს ის დადებითი მუხტები, რა დადებით მუხტებსაც განმოცემს თვითონ თქვენთან მიმართებაში, რათა არ ჩაქრეს ძალიან მალე. თუ თქვენც იგივეს გაცემთ, რასაც ის გაცემს თქვენდამი, ურთიერთობა არასოდეს ჩაქრება და იგიზგიზებს, მაგრამ მინდა გითხრათ ის, თუ ცეცხლის სტიქია მის არ მიიღო, რასაც გვინდან ელოდება, ის ისევე მალევე ჩაქრება და წავა თქვენი ურთიერთობიდან, როგორც სწრაფად აგიზგიზდება. ტყუილად არ არის დაკავშირებული ცეცხლის სტიქიასთან, სწორედ ისეა, როგორც ცეცხლი ინთება სწრაფად და ქრება სწრაფად. ამიტომ თქვენ უნდა შეუწყოთ ურთიერთობას ხელი, რომ არ ჩაქრეს ეს აგიზგიზებული ცეცხლი მოულოდნელად. მაგრამ თქვენ უკვე გაქვს გამოცდილება, თქვენ იცით ტყუილის ფასი, თუ როგორ დაგაზარალეს, როგორ გატკნიეს გული და თქვენ აღარ დაუშვებთ მეორედ განმეორდეს ეს ყველაფერი. და მინდა გითხრათ, რომ ამ ურთიერთობაში თქვენ იქნებით იმპერატრიცას როლში. ანუ თქვენ იქნებით წამყვანი ურთიერთობის და თქვენზე იქნება ყველაფერი დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება ურთიერთობა. ზოგიერთ ერთ-ერთთან ისიც დაფიქსირდება, რომ შესაძლებელია მანდილოსანი უფრო მეტი დიდი ასაკის იყოს მეორე ნახევართან, ან იმ პარტნიორთან, რომელიც ახლა შემოდის მის ცხოვრებაში. ან თქვენ იქნებით მასზე უმცროსი ქალბატონებო, ან კიდევ შეიძლება ეს ადამიანი იყოს იმ ენერგიებით, როგორი ენერგიებსაც განმოცემს ბავშვი, უფრო ახალგაზრდულ ენერგიებს შესაძლებელია ფლობდეს და ამოძრავებდეს უფრო ბავშვური ენერგეტიკები, ვიდრე ხელს უწყობდეს თავის ასაკი. მე კი ახლა ამით დაგემშვიდობებით და მინდა გითხრათ, ვისანაც რეზონირდება ჩემი გაშლა, ნუ დაგენანებათ ერთი ლაიქი, რადგან ლაიქი ნიშნავს გაცემ გამოცემას, ის რაც მე გავეცი, თქვენ უნდა გაცეთ ჩემდამი ლაიქი, მე ამას ვაკეთებ. არაფრის სანაც, რომ თქვენთვის, ჩემი მაყურებლებისთვის უშვებ დადებით ენერგიებს, დადებითად დამუხტულს, მე თქვენთან არ უშვებ ნეგატივს, მე თქვენიდან ვზავნი ნეგატივს უკან. ჩემი არკნები ყოველთვის დამუხტულია თქვენთვის დადებითი ენერგიებით, რადგან მე მათ არ ვაძლევ უფლებას უარყოფით ენერგიებმა მოაღწიოს თქვენამდე და ვისთანაც რეზონირდება ერთი ლაიქი, ხალხო, ერთი ლაიქი, ლაიქის გარეშე არ მოვა თქვენამდე და ვისაც ზოგადი გაშლები არ გაინტერესებთ და პირად გინდათ, მაშინ გელოდებით პირადში და მინდა გითხრათ ისიც, რომ პირადი გაშლები უფრო მეტად რეზონირდება, ვიდრე ზოგადი გაშლები. მე კი ახლა წარმატებულ დღეებს გისურვებთ და ნახვამდის.